მე GDPedias ერთადერთი მამაკაცი ჟურნალისტი ვარ და 8 მარტთან დაკავშირებით გადავწყვიტე ჩემს კოლეგა გოგონებს სოლიდარობა გამოვუცხადო. ამისთვის მე ჩემ თავზე გამოვცდი ყველა იმ პროცედურას, რასაც ქალები თავის გასალამაზებლად მიმართავენ ხოლმე. ამისათვის ძალიან ცოტა დრო მაქვს. საღამომდე ყველა პროცედურა უნდა მოვასწრო. პირველ რიგში მოვედი სალონში, სადაც ზედმეტით მისგან გამთავისუფლდება. გამარჯობა. ესე იგი, ორი პროცედურის ჩატარება უნდა თქვენთან. ზედმეტი თმებისგან უნდა გავთავისუფლდე მე თქვენ სალონში დღეს. აი შუაში მინდა წარბების მოშორება. პირველი პროცედურა წარბების კორექციაა. მაფრთხილებდნენ, რომ ძალიან მტკივნეული იქნებოდა, მაგრამ ეს არც ისე მწარე აღმოჩნდა, როგორც წარმომედგინა. იმედია, შემდეგი პროცედურაც ასეთი იქნება. წარბების კორექცია დასრულდა და ეხლა მე შემდეგ პროცედურაზე გადავინაცვლებ. გადავინაცვლე სპეციალურ ოთახში, სადაც ფეხზე თმის მოშორებას ვეცდები. თუმცა არ ვიცი რამდენად შევძლებ, რადგან მსმენია, რომ კაცისთვის ასეთი ტკივილი სატანა ძალზედ რთულია. რაზომაც მოკეთებს მუხლის? აი, მუხლის ქვემოთ. ძალიან ტკივნეულია? ძალიან მეტკინება? მართლა? აუ, აღარ მინდა. პატარ-პატარაზე ვქნათ რა. ეს ძალიან დიდი არის, ხა ძალიან მეტკინება და ვაიმე. არ არსებულია. არ არსებული. მერე უფრო მოაქვს ვაჰ. აუ, ცოტა ხანი შემასწავლეთ რა. ძალიან მეტკინება. არა, ცოტა ხანი შევისწავლე. არ მეტკინება? იმას სიცხე მომიწია ისე მეტკინება. მეტის გადლება მე აღარ შემილია. ძალიან მტკივნეული პროცედურაა და წავედი აქედან ეხლა სასწრაფოდ. ჩემი შემდეგი გაჩერება იმიჯ ცენტრის სამოდელო სააგენტოა. ყველა მამაკაცს მოგწონს, როდესაც გამოპრანჭული ხალი მაღალ ქუსლებზე მოხდენილად მოძრაობს. ნახოთ რა სირთულეებთან არის ეს დაკავშირებული. აინტერესოა რატო არა სადაც. პირველი რაც ფეხსაცმელების ჩაცმის შემდეგ ვიფიქრე, იყო ოღონდ არ დავცემულიყავი და რამენაირად მომეხერხებინა გავლა. მარჯვენა ფეხს რო წაიღებ წინ, მარცხენა ხელი წინ. წამით. პირველი მიზანი წარმატებით შევასრულე. გამძრება. გამძრება თამაშს. რო გახო, მან დაპასო. თავი დატოვე. ჩემთვის მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე სიარული წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდა. ყველა თითი მეტკინა. ნამდვილად დასაფასებელია ყველა ქალი, ვინც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით ყოველდღიურად სარგებლობს. კარგია ძალიან, უკეთესია ნუ ბევრად. აღარ მინდა ჩამოვდგით აქედან. სრულიად აქანცული დაუბრუნდი სახლში, თუმცა ტანჯვა ამით არ დასრულებულა. ჩულკი თვალის ტუში და ლაქი არის ის, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა, იყო ქალი, ეს ძალზედ რთულია. ამ ყველაფრის შემდეგ ქალებს კიდევ თავი აქვთ, რომ წამოყვნენ წვეულებაზე და კარგი დროც გაატარონ. ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის, რომ ჩვენ გამო ეს წვავებენ.